სწავლის შეფასებების თემა მმართველი გუნდის კიდევ ერთი ინიციატივა. ამერიკული ფარას სიტყვასიტყვით თარგმანი, ნათარგმნი ვერსია საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე კვირაში დაინიცირდება. ამერიკაში მოქმედი უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი რეგისტრაციას და ფინანსურ გამჭვირვალობას ავალდებულებს იმ ლობისტურ კომპანიებს თუ ფიზიკურ პირებს, რომლებიც უცხო ქვეყნების მთავრობების გავლენებით და ინტერესებით მოქმედებენ. ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რომ ამერიკულ ფარას გადმოტანა სახელმწიფო სუვერენიტეტის გაძლიერებისკენ არის მიმართული, ოპოზიციაში კი ბოლო დროს განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს რეპრესიებს უწოდებენ. ფარას კანონმდებლობის შემოტანა არალეგიტიმური ქართული ოცნების მიერ არის ერთგვარი იმიტაციის შექმნა იმაზე, რომ ეს რეჟიმი დადგა დემოკრატიის გზაზე. თუმცა დღეს რელევანტური ეს უკვე აღარ არის. რელევანტური არის ჩვენი ხალხის და ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა. პირველი, ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა ამ ქვეყანაში, დროებითი ადმინისტრაციის პირობებში და მეორე, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. აი, ეს არის კრიზისიდან გამოსავალი. ახლა უკვე ეგრეთ წოდებული deep state-ის წიაღიდან წამოსულ კანონს ფარას გვთავაზობენ, ფარას სახელწოდებით და ცდილობენ, რომ ეს კანონიც გახდეს პოლიტიკური რეპრესიებისთვის განკუთვნილი და ამით მოახდინონ კიდევ და კიდევ პროტესტის დაშლა, პოლიტიკური რეპრესიები ჩვენს ხალხზე და შიში დანერგონ ჩვენს ქვეყანაში. ქართულმა ოცნებამ როგორც 1 წლის წინ, ასევე 2 წლის წინ გვითხრა, რომ ზუსტად ანალოგი ჰქონდათ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში ფარასი. წელსაც უკვე მესამეჯერ ამბობენ, რომ ამერიკული ფარას ანალოგი იქნება წარმოდგენილი. მაინტერესებს შარშან წინ, შარშან ტყუოდნენ თუ წელს ტყუიან, როდესაც მესამეჯერ ანონსებენ ამერიკული ფარას ანალოგი კანონპროექტის წარდგენას. დამერწმუნეთ, ესეც არის ის კანონი და ეს იქნება ის კანონი და ჯერჯერობით კანონპროექტი, რომელიც ასევე მოემსახურება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გამყარებას, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და იმის დაზღვევას, რომ საქართველოში ერთხელ და საბოლოოდ უნდა დამთავრდეს ბოროტად მოსული ძალების ჩარევა დიდი ფინანსებით და აქაურ მოღალატეებს და აქაურ აგენტურ ქსელზე დაყრდნობით აქ ქვეყნის გადატრიალების და ყველანაირად სახელმწიფოებრიობის შერყევის მცდელობები.